მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, დღეს მოვედი ასეთი საჯარო გაშლით, რა მომავალი აქვს თქვენს ურთიერთობას ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. დღეს გავაკეთებ სამპოზიციან გაშლას. თქვენ ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, ან რომელიც დაგიძახებთ ამ სამიდან. მე აქ მაქვს სამი სხვადასხვა ხვა, რომელიც თქვენ დაგიძახებთ, იმაში იქნება თქვენი პასუხი. თუმცა შეგიძლიათ მოусმინოთ ვიდეოს თავიდან ბოლომდე და რომელი პოზიციაც თქვენზე რეზონირდება უფრო, შეგიძლიათ გადაირჩიოთ პოზიცია. თუ მალევე ვერ ირჩევთ პოზიციას, დააპაუზეთ ვიდეო და შემდეგ განაგრძეთ ყურება. ხოლო პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე, ჩემო კარგებო, მე დავურთავ აღწერაში შესაბამის ლინკებს და ჩემს ნომერს, სადაც შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე გავაკეთოთ გაშლა, რაც თქვენ გაინტერესებთ და გსურთ, ხო? მოდი ახლა ჩვენ დავიწყოთ. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ესეთ ულამაზეს ტარო ლენორმანს და ვკითხოთ ჩვენ რა მომავალი ელის თქვენს ურთიერთობას, ხო? გვაქვს შეგახსენებთ სამპოზიციანი გაშლა, ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. ან ვიდეოს უსმენთ თავიდან ბოლომდე და რომელი პოზიციაც უფრო თქვენზე რეზონირდება, იმას აიღეთ, ხო? თქვენი აიღეთ, მაინც მოусმინეთ ამ ვიდეოს და თავიდან ბოლომდე მოსმენის შემთხვევაში, რაც თქვენ გსურთ და გულს გავხარდება და თქვენთვის არის მისაღები, ის ინფორმაცია წამოიღეთ, ხო? რა მომავალი აქვს თქვენს ურთიერთობას? დავალაგოთ ჯერ პირველი პოზიცია. რა მომავალი ელის თქვენს ურთიერთობას? თითოეულზე ამოვიღებ მე სამ არკანს. თუ არკანები მოითხოვს დამატებას, აუცილებლად ჩვენ ამას დავამატებთ ცოტა. ესე გავაკეთებ კამერას, რომ გამოჩნდეს პოზიციები. რა მომავალი აქვს თქვენს ურთიერთობას? მეორე და რა მომავალი აქვს თქვენს ურთიერთობას? ეს იქნება მესამე პოზიცია. დავიწყოთ, ხო? პირველი პოზიციით, მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ რა მომავალი აქვს თქვენს ურთიერთობას ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. აქ ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში თქვენს ურთიერთობაში თუ იყო რაღაც გაურკვეველი პერიოდი და არ იცოდით როგორ განვითარდებოდა მოვლენები კონკრეტულად ამ მამაკაცთან ან ქალბატონთან, თქვენს სიტუაციას მოარგეთ, იყო სრული სიჩუმე თქვენ შორის ან დისტანცია და არ იცოდით საერთოდ გამოვიდოდა ეს ურთიერთობა თუ არ გამოვიდოდა ისე როგორც თქვენ გსურდათ რეალურად. აქ პასუხი არის ის, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში რა მომავალი აქვს თქვენს ურთიერთობას, ხო? მომავალი არის ის, რომ ეს გაურკვევლობა, რაც თქვენს ურთიერთობაში იყო წარსულში, ეს აუცილებლად დასრულდება, წარსულს ჩაბარდება ეს ყოველივე, ჩემო კარგებო, წერტილი დაესმევა ერთხელა და სამუდამოდ. ამ გადაუწყვეტელ პრობლემებს, ქაოსს თუ არასტაბილურ გარემოს და თქვენ ამ ადამიანთან იქნებით ძალიან ბედნიერი და გექნებათ ხანგრძლივი მინიმუმ თანაცხოვრება. ეს ადამიანი თქვენში თუ რაღაც სახის გაურკვევლობას იწვევდა და არ იცოდით საერთოდ როგორ წანიმართებოდა ეს მოვლენები, ხო? იცოდეთ, რომ ეს ადამიანი თქვენს მიმართ არის ძალიან ერთგული,
იცოდეთ, რომ მას ძალიან უყვარხართ, შემომეგობრებო, ის ერთგულად გელოდებათ, თუ თქვენ ახლა იმყოფებით მისგან შორს ან მანძილზე, ეს ადამიანი იცოდეთ, რომ თქვენს მიმართ არის ძალიან ერთგული, ძალიან დადებითად განწყობილი და მას მიზანი აქვს, რომ ეს თქვენს შორის არსებული გაურკვევლობა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს და თქვენ იყოთ ისე ერთად და ბედნიერად ისე, როგორც იყავით ერთ დროს, ხო? ან იგივე სახით და იგივე ფორმით ამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ უნდა ჩემოკარგებო, ეს მეორე ფენა მოდის უკვე და უნდა რომ სრულიად ახალი სუფთა ემოციებით დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა. აი ის პრობლემები ჩაბარდეს წარსულს, რაც აქამდე თქვენს ურთიერთობაში არსებობდა და ამ ადამიანს უნდა თქვენთან ხანგრძლივი თანაცხოვრება სულ მინიმუმ და მაქსიმუმ რაც არის, ეს არის რომ თქვენთან ამ ადამიანს უნდა ბედნიერი ოჯახის შექმნა, შვილები და ასე შემდეგ. რასაც მე მთელი გულით გისურვებთ ჩემოკარგებო. დაგემშვიდობებით პირველ პოზიცია. ეხლა კი მოდით ვნახოთ ჩვენ მეორე პოზიცია. ვნახოთ ჩვენ რა განვითარება აქვს თქვენს ურთიერთობას, ხო? ჩემო ძვირფასებო, აქ მოდის ძალიან კარგი და პოზიტიური პასუხი, ერთმნიშვნელოვნად. ის, რაც თქვენ გადაუწყვეტელი გეგონათ აქამდე, ან შეიძლება დასრულებული გეგონათ ამ ადამიანთან ურთიერთობა სრულად და გეგონათ, რომ აქედან საერთოდ აღარაფერი აღარ გამოვიდოდა. იცოდეთ, რომ ამ ურთიერთობას აქვს ძალიან კარგი და პოზიტიური განვითარების პერსპექტივა, ჩემოკარგებო, უდიდესი, მიწიერი, მყარი საფუძველი აქვს. ის პრობლემები საბოლოოდ დასრულდება და გადაიჭრება, რაც აქამდე იყო ამ ურთიერთობაში. ამ მამაკაც სურს, რომ თქვენთან შემოიტანოს და ამ ურთიერთობაში შემოიტანოს სრული სიმყარე, სრული თავდაჯერებულობით მოვიდეს, მას სურს თქვენთან მომავალი სტაბილური ურთიერთობის შექმნა, მყარი საფუძვლების შექმნა. ეს შეიძლება პირდაპირ იყოს ხელისთხოვნით მოსვლა და ხელისთხოვნის შემოთავაზება, ჩემოკარგებო, შეიძლება იყოს ასევე, რომ ამ ადამიანმა შემოგთავაზოთ საერთოდ თანაცხოვრება, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი, ეს პრობლემები, რაც თქვენს ცხოვრებაში მანამდე იყო, ერთხელა და სამუდამოდ დაასრულოთ და სულ მინიმუმ გეუბნებით, ჩემოკარგებო აქ და დაიმახსოვრეთ, რომ ვინც ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი, იმათ საყურადღებოდ ვიძახი, რომ ამ ადამიანს, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, სურს თქვენთან, უშუალოდ თქვენთან საყვარლებო, სურს მასშტაბური სახე მისცეს თქვენს ურთიერთობას. უნდა რომ თქვენ ხალხში გამოგაჩინოთ, უნდა რომ თქვენით იამაყოს, უნდა რომ ყველას ანახოს, როგორი ქალი ყავს გვერდით. და ამას არ აპირებს 1 და 2 დღის პერსპექტივით. ამას აპირებს ჩემოკარგებო ხანგრძლივი პერსპექტივით და თქვენ აი გაგაოცებთ რა ამ ადამიანისგან ეს შემოთავაზება, თუ ამას დიდი ხნის მანძილზე ელოდით მისგან, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი დიდი ხანი ემზადებოდა საიმისოდ, რომ თქვენთან მოსულიყო და ეს კონკრეტული პირობა თქვენთვის შემოეთავაზებინა, რა სახისაც არ უნდა იყოს ეს იქნება თანაცხოვრება, ხელისთხოვნა თუ ერთად ოჯახის ოფიციალური შექმნა, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ესაც, რომ ჩემოკარგებო, რომ შეიძლება ამ ადამიანმა გითხრათ, რომ აი მე მინდა რომ სახლი გიყიდო სიტყვაზე, ხო? ესაც შეიძლება იყოს აქ, იმიტომ რომ ეს არკანი ძალიან ბევრ სხვადასხვა კუთხით შეიძლება გავარჩიოთ, ხო? ნუ მოკლედ ამ პოზიციაზე ძალიან მკაფიო და ძალიან კარგი
პასუხი გაქვთ, ჩემო კარგებო, ამ ურთიერთობას აქვს სასწაული კარგი დასასრული და სასწაული კარგი პერსპექტივა, რასაც მე თქვენ აუცილებლად გისურვებთ და მინდა რომ ყველას ცხოვრებაში გამოანათოს აი ამ მზემ, რასაც თითოეული თქვენგანი იმსახურებთ, ჩემო ძვირფასებო. დაგემშვიდობებით მეორეებო და მოგესალმებით. ეხლა მესამე ვარიანტს, მესამეებო, ვინც ჩაიფიქრეთ მესამე ვარიანტი, გამარჯობათ. მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტში რა ვითარება აქვს თქვენს ურთიერთობას, რა პერსპექტივა, ხო? ჩემო კარგებო, დღეს არის სასწაული გაშლა, აი სასწაული გაშლა არის, რასაც ქვია, სამივე ვარიანტში არის ძალიან პოზიტიური პასუხები, ვარ გაოცებული. ჩემო კარგებო, მე თვითონაც ძალიან მიხარია ასეთი პოზიტიური პასუხებისთვის. აქ ერთ მნიშვნელოვნად, ჩემო კარგებო და ჩემო ლამაზებო, თქვენს ურთიერთობას აქვს ისეთი განვითარების, ისეთი დინამიკის პერსპექტივა. ეს ადამიანი თქვენთან მოდის უდიდესი სიყვარულით, უდიდესი ემოციებით. ეს ადამიანი არის გადავსებული თქვენს მიმართ ემოციებით, ჩემო კარგებო და უნდა რომ როგორც რაინდი ისე შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში და პირდაპირ ცოლობა შემოგთავაზოთ. აქ ესეთი ძალიან კარგი პასუხი მოდის, რომ თქვენთან ამ ადამიანს უნდა რომ თანაცხოვრება უნდა, ჩემო კარგებო, კი არა, აი არ ვიცი რა უნდა, აი ყველაფერი უნდა თქვენთან ერთად, უნდა რომ ბედნიერები იყოთ, უნდა რომ თქვენ მისი კანონიერი ცოლი იყოთ, უნდა რომ თქვენს ურთიერთობაში იყოს უდიდესი პატივისცემა, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იყოს მფარველი, თქვენი დამცველი, თქვენ ეს ადამიანი ძალიან დიდ პატივს გცემთ, უყვარ ხართ, ჩემო კარგებო და ამ ურთიერთობას აქვს სასწაული პერსპექტივა. მე არ ვიცი თქვენ ვინც მესამე ვარიანტი ჩაიფიქრეთ, არ ვიცი, უბრალოდ იმხელა სიხარული გელოდებათ, აქედან იმხელა ენერგია მოდის, იმხელა პოზიტივი მოდის ამ არკანებიდან, რომ მე არ ვიცი ეს როგორ გადმოგცეთ სიტყვიერად, ან საერთოდ გულში როგორ ჩავიტიო ამხელა სიხარული, მე რა ენერგიაც ამ არკანებიდან მომდის, ეს არის რომ თქვენს ურთიერთობას ექნება სასწაული დაგვირგვინება, ჩემო კარგებო, პირდაპირ გაგებით, თქვენ გელოდებათ ამ ადამიანთან ქორწინება, კანონიერი კავშირი, რაც იქნება სრულად ჰარმონიული, ერთმანეთის პატივისცემით გაჯერებული, ერთმანეთის სიყვარულით გაჯერებული და ეს ადამიანი როგორც რაინდი, როგორც პრინცი ისე შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერს საუკეთესოს შემოგთავაზებთ, ჩემო ძვირფასებო, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. თითოეული თქვენგანი, თითოეული ქალბატონი იმსახურებთ, რომ იყოთ ბედნიერები, ლამაზები, ლაღები და კარგები და ზუსტად ეს აურა მოდის ამ არკანებიდან, რასაც მე მთელი გულით გისურვებთ, რომ აქ სრულებოდეთ ის, რასაც ეს არკანები ჩვენ დღეს გვეუბნებიან. დიდი მადლობა, რომ მისმენთ აქამდე და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. მე თქვენ ყველაფერს გისურვებთ ისე ამ ცხოვრებაში, როგორც ეს თქვენს გულს გაუხარდება და როგორც თქვენ ისურვებდით, რომ თქვენი ცხოვრება დალაგებული იყოს, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, შემოგთავაზებთ სხვა უამრავ საკითხზე გაშლებს, არ მოგაწყენთ თავს, ჩემო ძვირფასებო და თუ რამე კონკრეტული საკითხი გაინტერესებს, რაზეც პასუხი გინდათ რომ მიიღოთ, დამიწერეთ კომენტარებში და გავაკეთოთ საჯარო გაშლა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.